აი განათლებისთვის მიდის ბევრი. ჩემი აზრით, თუ შენ მონდომებული ხარ, აქაც შვენიერ განათლებას გიყებ. სტუდენტი წესით უნდა კითხულობდეს 60 გვერდს დღეში. აი ხა ვინც არის გინა ევროპაში, გინა საქართველოს სტუდენტები, კითხულობთ თქვენ 60 გვერდს დღეში. არ კითხულობთ. აქედან გამომდინარე ვერ იქნებით იმ დონის სპეციალისტი, რაც ჭირდება თუნდაც იმ ევროპას, ამ თუნდაც საქართველოს. თან აქ ნიჰილიზმი ინერგება, აი ძალიან ბევრი ტელევიზია სპეციალურად მუშაობს იმაზე, რომ შექმნან პესიმიზმი ხალხში. რო აქ არაფერი არ გამოგივა საქართველოში, არ ვარგა, ის არ ვარგა, ეს არ ვარგა, წადი. ეს სპეციალურად სულ ეგრე მთელი ბავშვობა მე ეგრე მაგაში გავიზარდე. რომ ქართული ყველაფერი ცუდი იყო. ყველაფერი სწავლიდან დაწყებული, საჭმელი დამთავრებული და იქ ყველაფერი კარგი არის. სპეციალურად ესე გარშემო რატო? იმიტომ რომ გვპარავენ შრომითი რესურსია, ესეც რესურსია, სიმდიდრეა ადამიანი. ხო თქვიეთ, აი მილიონ დოლარის ეკონომიკას აკეთებს ერთი ადამიანი. გვპარავენ 500.000 უვიზო რეჟიმმა ჩვენ ლამაზ თვალებისთვის კი არ შემოიღეს, იმიტომ რომ გავეძარცვეთ ხალხისგან, ამიტომ შემოიღეს შრომის უნარიანი ხალხი წაიყვანეს. მინდა რომ ახალგაზრდებმა იცოდნენ, რომ ამ ქვეყანაზე უკეთესი საცხოვრებლად არც ერთ ქვეყანა არ არის. ჯობია რომ სპეციალობას დაეუფლო, აქ უკვე ევროპის დონის ხელფასები სპეციალისტებისთვის არის. თუ იცი საქმე, დღეს საქართველოში თავის გატანა კი არა, კარგად იქნება.